ეზოტერული დაკვირვებები კარმეულ კანონზომიერებებზე, ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ, 3 ლექცია წაკითხული პარიზში 1924 წელი. ახლა ვკითხულობთ მეორე ლექციას. გუშინ შევეცადე წარმომეჩინა თუ როგორ მაღლდება სიკვდილის ზღურბლს გადასული ადამიანი ზეგრძნობადი სამყაროს იმ პირველ განცდებამდე, რომლებიც მას უახლოესი 10 წრეულების მანძილზე გაჰყვება თან. ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანი დროის განსაზღვრულ მონაკვეთს დაჰყოფს სფეროში, რომელსაც შეიძლება მთვარის სფერო ვუწოდოთ. მთვარის რეგიონში ადამიანი ურთიერთობს იმ არსებებთან, ოდესღაც დედამიწასთან რომ იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ არასდროს დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში არ უცხოვრიათ. ითქვა ასევე, რომ ეს არსებები იყვნენ პირვანდელი კაცობრიობის მასწავლებლები. ისინი ინსპირირებდნენ ხალხს, აუწყებდნენ მათ იმ დიდ სიბრძნეს, რომელიც ოდესღაც არსებობდა დედამიწაზე და დროთა ვითარებაში თანდათან დაიბინდა. მთვარესთან ერთად დედამიწას ეს არსებებიც განეცალკებდნენ. მასაკეთ ისინი მთვარეზე განაგრძობენ არსებობას და ადამიანი კვლავ ხვდება მათ. ხვდება მათ, როდესაც გაივლის სიკვდილის კარს და შეუდგება თავისი განვლილი მიწიერი ცხოვრების განხილვას. ეს უკანასკნელი ამ დროს უფრო მკაფიო რეალობად განიცდება, ვიდრე ყოველივე ის, რასაც ადამიანი თავისი მიწიერი არსებობის ჟამს განიცდის. როგორც უკვე მოგახსენეთ, ადამიანი მთვარის რეგიონის შემდეგ, სადაც იგი კარგახანს დაჰყოფს, მერკიურის რეგიონში გადადის. მერკიურის სფერო სულ სხვაგვარი მიწიერი არსებებისგან სრულიად განსხვავებული არსებებითაა დასახლებული. ამის მიუხედავად, ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ისევე განეკუთვნება ამ რეგიონს, როგორც თავისი მიწიერი არსებობით ეკუთვნოდა დედამიწას და მის რეალობას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით განვავრცო ის მეორე ესკიზი გუშინ რომ მოვხაზე. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი გაივლის რა სიკვდილის კარს, ამას ძალზე მცირე დრო ჭირდება. არსებობას განაგრძობს მიწიერი სიმკვრივის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის ეთერულ სტიქიებში. ის, რაც დედამიწაზე დიფერენცირებული ნივთიერებების სახით გვხვდება, მეტალები და სხვა ნივთიერებები, უკვე სიკვდილისთანავე აღარ არსებობს. ყოველივე მკვრივის ეთერული სტიქია მიწიერი სიმკვრივე. ყველა თხევადი ნივთიერებისა წყალი. გაზის მაგვარი ნივთიერების ჰაერი. ხოლო ყოველივე რაც სითბოს გამოსცემს, ცეცხლის ეთერულ სტიქიას განეკუთვნება. ამ 4 დიფერენცირებულ ეთერულ სტიქიაში ცხოვრობს ადამიანი სიკვდილის მომენტში. შემდეგ იგი გადადის იმ სფეროში, რომელიც გუშინ დავახასიათე და განსაზღვრე როგორც კოსმიური გონების რეგიონი. ამ რეგიონში, სადაც ადამიანი მხოლოდ რამდენიმე დღეს დაჰყოფს, კოსმიური აზრები ბინადრობს და ეს აზრები მსჯვალავს მას. შემდეგ ადამიანი აღწევს მთვარის რეგიონს, რომელიც ასევე გუშინ აღწერე, საიდანაც იგი მერკიურის რეგიონში შედის. მე მინდა კიდევ ერთხელ შემოვწერო ეს სქემა. მასშესადამე, დედამიწის ეთერული სტიქიების რეგიონი, კოსმიური გონების რეგიონი, საიდანაც ადამიანი გადადის ციურ ნათობთა სფეროში, მთვარის რეგიონში და შემდეგ მერკიურის რეგიონში. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ეს სქემა. ესე იგი, დედამიწის ეთერული სტიქიების რეგიონი, კოსმიური გონების რეგიონი, საიდანაც ადამიანი გადადის ციურ ნათობთა სფეროში, მთვარის რეგიონში, შემდეგ მერკიურის რეგიონში. მოდით გავერკვეთ, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის მომავალი კარმის ფორმირებაზე მისი მთვარის რეგიონში გატარებული ცხოვრება. გუშინ ამაზეც მივუდით. ვითარება ასეთია. ადამიანმა განვლო სიკვდილის კარიბჭე. თავისი ცხოვრების მანძილზე მან სიკეთეც თესა და უკეთურებაც. ახლა ყოველივე ამით იგი უნდა წარსდგეს იმ არსებათა წინაშე, რომლებიც გუშინდელი მიმოხილვისას მთვარის არსებებად მოიხსენიეთ. მთვარის არსებებს გამოაქვთ მკაცრი განაჩენი, კოსმიური განაჩენი ამ ადამიანების მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს მის ამა თუ იმ კეთილსა თუ ბოროტ ქმედებას ზოგადად სამყაროსთვის.
საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანმა მთვარის რეგიონში უნდა დატოვოს ყოველივე ის, რითაც მან ზიანი მიაყენა სამყაროს. დიახ, თავისი უკეთური ქმედებების შედეგები ადამიანმა უნდა დატოვოს მთვარის რეგიონში, მაგრამ ამასთან ერთად იგი იქ თავისი არსების ნაწილსაც ტოვებს. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანი თავის საქციელთან თუ ქმედებებთან ბევრად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მთელი არსება არსობრივადაა შესიზღორცებული მის როგორც კეთილ, ისე უკეთურ საქციელთან. და თუ კი ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ის ბოროტება, რაც ცხოვრების მანძილზე ჩაგვიდენია, მაშინ ამასთან ერთად ჩვენივე არსების რაღაც ნაწილის გაღებაც მოგვიწევს. საბოლოო ჯამში კი ზემოხსენებული მთვარის რეგიონიდან გამოვდივართ მხოლოდ იმით, რაც სამყაროსთვის კეთილი გაგვიკეთებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მთვარის რეგიონს გარკვეულწილად ხეიბარი ტოვებს და მით მეტადაა იგი დასახიჩრებული, რაც მეტი ბოროტება თუ ავიაზრი შეინივთა მან საკუთარ თავს, შეანივთა საკუთარ თავს. აი, ამგვარ შედეგებამდე მივყავართ ჩვენსავე ნამოქმედარს. თუ გიგსურს შევისწავლოთ ადამიანის შემდგომი გზა გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიწიერი ადამიანის არსება რამდენიმე მკვეთრად განსხვავებული ნაწილისგან შედგება. თავის რეგიონი სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო სრულყოფილადაა ფორმირებული. ადამიანის თავი ჯერ კიდევ დაბადებამდე ჩანასახის მდგომარეობაშივე იკვეთება. ესე იგი, უკვე ემბრიონალურ ცხოვრებაში თავი შედარებით უფრო სრულყოფილია, ვიდრე ადამიანის დანარჩენი სხეული და გარკვეული მიმართებით მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს ამ სრულყოფილებას. მას შესადამი ადამიანის შედარებით დასრულებული ნაწილია თავი. სხვა ნაწილები ნაკლებად სრულყოფილია. მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ყველაზე უწინ კარგავს სწორედ იმას, რაც სულიერ სამყაროში მისი თავისგან რჩება როგორც სულიერი. მთვარის რეგიონში ცხოვრების პერიოდში თავი თითქმის სავსებით ქრება. გთხოვთ სწორად გამიგოთ, ფიზიკურ მატერიალურს ადამიანი იშორებს თავის გვამთან ერთად, მაგრამ თავი არ გახლავთ მხოლოდ ფიზიკურ მატერიალური. იგი მოიცავს ზეგრძნობად ძალებს. ეს ძალები გაივლის სიკვდილის კარიბჭეს და მათი, როგორც ადამიანის სულიერი იერის ხილვა, იმაგინაციური შემეცნების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც. და აი, ადამიანის ამ სულიერი იერიდან ნელ-ნელა იმქრება თავი. დიახ, თავი სულ უფრო და უფრო უჩინარდება, ხოლო ის, რაც რჩება თავის გარეშე, გახლავთ დანარჩენი ადამიანი, თუმცა ერთობ დამახინჯებული. და ეს ნარჩენი ადამიანი შედის მერკიორის რეგიონში, მეტნაკლებად სრულყოფილი ნარჩენი, თუ კი ადამიანი არსებითად იყო კეთილი. მაგრამ უკიდურესად დამახინჯებული, თუ კი ადამიანი იყო ბოროტი. ამ ძალებით, რომლებიც მოიცავს ჩვენს სამშვენველს, განვაგრძობთ ცხოვრებას გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. მათგან გამომდინარე უნდა ჩამოვქნათ მთელი ჩვენი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება და აი აქ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანა ეკისრებათ იმ სულიერ ზეარსთ, რომლებიც მერკიორის სფეროში სუფევენ და რომლებიც, როგორც ითქვა, არასდროს ყოფილან ადამიანები. არასდროს ჰქონიათ ადამიანის იერი. სწორედ მათ გარემოში შევდივართ ჩვენ. მაშასადამი ადამიანი მომიტევეთ ეს ნათქვამი უთავოდ შედის მერკიორის სფეროში. მთვარის რეგიონში მან უკვე განიშორა თავისი მორალური მანკიერებანი, მაგრამ კვლავ თან ახლავს ყოველივე ის, რაც მიწიერ ცხოვრებაში განიცადა, როგორც სიჯანსაღე თუ ავადმყოფობა. მართლაც, რომ მეტად მნიშვნელოვანი, გნებავთ განმაცვიფრებელია, რომ ადამიანი, თუმცა
კი მთვარის რეგიონში ტოვებს თავის სამარცხვინო მორალურ მანკიერებებს, მაგრამ რამაც მას ესა თუ ისენი შეჰყარა, მთვარის რეგიონიდან გასვლისასაც თან გასდევს და მხოლოდ მერკიურის სფეროში ეხსნება იმ არსებათა ზემოქმედების წყალობით, რომლებიც არასდროს ადამიანები არ ყოფილან. ამ ფაქტის აღიარება უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ მერკიურის რეგიონში ადამიანს ავადმყოფობები ეხსნება თვით ამ ავადმყოფობათა სულიერი განცდის შედეგად. ამ დროს თუ კი სათანადო დაკვირვება ძალგვიც, ჩვენ პირველად განვიცდით ციურ მნათობთა სამყაროში, რომელიც საკუთრივ ღმერთების სამყაროა, ფიზიკურის და მორალურის ურთიერთქმედებას. მორალურად მდარე, მანკიერი ვერ შევა ამ სულიერ სამყაროში და უნდა დარჩეს მთვარის სფეროში, სადაც ადამიანთან გარკვეული მიმართებით თანაქმედებენ იქაური მკვიდრნი, რომლებიც ადრე ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ. მერკიურიზე კი ცხოვრობენ არსებები, რომელთაც არასდროს უცხოვრია დედამიწაზე. სწორედ ეს არსებები უხსნიან ადამიანს ავადმყოფობებს. ნათელმხილველურ მზერას ხელეწიფება განჭვრიტოს თუ როგორ ინკრევა, როგორ უჩინარდება ეს ავადმყოფობები სამყაროსეულ შორეთში, სულიერ კოსმოსში. ადამიანის ავადმყოფობათა სულიერი შედეგები თითქოს და შეიწოვება სულიერი კოსმოსის მიერ, ჩაედინება მასში და შეიძლება ასეც ითქვას, რომ ერთგვარი სიამოვნებითაც კი აღიქმება მის მიერ. ხოლო ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს განიცდის გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, ახლაღა იღებს პირველ შთაბეჭდილებას, საკუთრივ წმინდად სულიერ შთაბეჭდილებას, რომელიც ისეთივე რეალობით მიეახლება მას, ანუ ისეთივე რეალობაა, როგორიც იყო მისთვის დედამიწა. როგორც აქ დედამიწაზე განვიცდით ქარს, ელვას, წყლის დინებას, ასევე გარდაცვალების შემდეგ შევდივართ რა მერკიურის რეგიონში, ჩვენ განვიცდით ავადმყოფობათა სულიერი ეფექტების ჩამოსშორებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ აღიქვამენ სულიერი არსებანი ავადმყოფობათა ამ სულიერ ეფექტებს და აქედან მიღებული შთაბეჭდილებები ასეთია. ღმერთებო, ამიერიდან მშვიდობა თქვენდა. მე ამას აქვე აღნიშნავ, ხვალ ამ საკითხს უფრო საფუძვლიანად განვიხილავთ და გთხოვთ, განიმსჯვალოთ იმ აზრით, რომ ღმერთები სავსებით მშვიდდებიან იმ ბოროტების მიმართ, რასაც ადგილი აქვს დედამიწაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ავადმყოფობის ეფექტები სამყაროსეულ შორეთში განიხვეწებიან. ეს გახლავთ ჩვენი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი. ადამიანისთვის იგი ცნობილი იყო შორეულ წარსულში, როდესაც მასთან იყვნენ კაცობრიობის უდიდესი პირველმოძღვარნი, რომლებიც აკვალიანებდნენ მას და რომლებმაც შემდგომში მთვარეზე დაიმკვიდრეს. მაშინ ისიც იცოდნენ, რომ არსობრივი ჭეშმარიტება ამა თუ იმ ავადმყოფობაზე შეიძლება გაიგო მხოლოდ მაშინ, თუ კი ეს ჭეშმარიტება მერკიურის არსებებიდან მომდინარეობს. ამიტომ განკურნების მთელი ხელოვნება, მთელი სამედიცინო ცოდნა მერკიურის მისტერიების საიდუმლო გახლდათ. მაშინ ეს მართლაც ასე იყო. ასე იყო, რომ ამ მისტერიებში მონაწილეობდნენ არა ადამიანები, როგორც დღევანდელ საუნივერსიტეტო კლინიკებში, არამედ აღნიშნული მისტერიისთვის ნიშანდობლივი კულტის ძალით მასში ერთვებოდნენ ციურ მნათობთა რეგიონების მაღალი არსებები. თავად ღმერთები იყვნენ ადამიანის მასწავლებლები. და კაცობრიობის შორეული წარსულის მედიცინა გახლდათ იმ სიბრძნით გაჯერებული ცოდნა, რომელიც ადამიანისთვის უშუალოდ მერკიურის არსებებს მოქონდათ მათდამი მიძღვნილ მისტერიებში. ამიტომაც ამ უძველეს მედიცინას ადამიანები მთლიანად ღვთის საბოძვრად მიიჩნევდნენ. ყოველივე ის, რასაც დღეს მედიცინის სფეროში შეიძლება ეწოდოს ნაყოფიერი, საბოლოო ჯამში ან იმ უძველეს დროში იღებს დასაბამს, როგორც შემდგომი მოქმედება იმისა, რაც ადამიანებმა მერკიურის ღმერთებისგან გაიგეს, ან და მომავალში იქნება მიკვლეული იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ადამიანის ღმერთებთან ურთიერთობას ითვალისწინებს. უძველესი სიბრძნე ჩაქრა, განინქრა ახალი სიბრძნე, რომელიც კვლავ ღმერთებთან ურთიერთობას დაემყარება
მიკვლეულ უნდა იქნას. ეს გახლავთ ანთროპოსოფიის ამოცანა, განფენილი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროებში. თავის შემდგომ არსებობას ადამიანი მერკიორის რეგიონიდან ვენერას რეგიონში განაგრძობს. ის, რაც ადამიანს თავისი თავიდან შეაქვს ვენერას რეგიონში, გარდა იქმნება იმ არსებების მიერ, რომლებიც ვენერაზე ცხოვრობენ და კიდევ უფრო შორს დგანან მიწიერ არსებათაგან, ვიდრე მერკიორის არსებები. გარდაქმნა ხდება ისეთნაირად, რომ ადამიანისთვის ზოგადად შესაძლებელი გახდეს სულიერ სამყაროში შემდგომი წინსვლა, რადგანაც ვენერას რეგიონში შესვლა ადამიანისთვის ერთგვარ აღალ ელემენტში შესვლას ნიშნავს. აქ დედამიწაზე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ გაგვაჩნია იდეები, ცნებები, წარმოდგენები, რა ფასი აქვს მათ გარეშე ადამიანს დედამიწაზე. აზრები, რომლებსაც ადამიანი ატარებს, თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ როგორც ადამიანები ვარსებობთ იმდენად, რამდენადაც გვაქვს აზრები, რომლებიც რაღაცით მაინც გამოსადეგია. მათი წყალობით გვაქვს ჭკუაც. დამეთანხმებით, რომ თითქმის ყველა ადამიანი ჭკვიანია. დღეს განსაკუთრებით ფასდება ჭკვიანი გამჭრიახი ადამიანი. ეს ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ დღეს მთელ მიწიერ ცხოვრებას განაპირობებს ის, რომ ადამიანებს აქვთ აზრები. ადამიანური აზრებიდან წარმოსდგება გრანდიოზული ტექნიკა. ერთი სიტყვით, აზრებიდან აღმოცენდება ყოველივე, რასაც კი ადამიანი სიკეთიდან თუ ბოროტებიდან დედამიწაზე ახორციელებს. აზრები ჯერ კვლავ მოქმედებს მთვარის რეგიონშიც, რადგან მთვარის არსებებს განაჩენი გამოაქვთ იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოსდგა აზრიდან კეთილი ან ბოროტი ქმედება. ასევე მერკიორის არსებებიც ითვალისწინებენ რა აზრებს ბჭობენ იმ ავადმყოფობაზე, რომლებიც მათ უნდა მოუხსნან ადამიანს. მაგრამ აქ გარკვეული თვალსაზრისით აღინიშნება ის ზღვარი, რომლის იქით არავითარი მნიშვნელობა აღარ ენიჭება აზრებს და საერთოდ იმას, რაც ადამიანის გონიერებაზე მიანიშნებს. რადგანაც მერკიორის რეგიონიდან ვენერას რეგიონში გადასვლისას ვხედავთ, რომ იქ დომინირებს ის, რისი ანასახიცაა სიყვარული, რაც ჩვენთვის მიწიერ ცხოვრებაში ასევე ნაცნობია. სიბრძნე აქ, ასე ვთქვათ, სიყვარულით იცვლება. ჩვენ შევდივართ სიყვარულის რეგიონში. ადამიანს ვენერას სფეროდან მზის სფეროში გადასვლა და არსებობის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ იმის წყალობით, რომ სიბრძნის სფეროდან იგი იქ სიყვარულს შეჰყავს. ახლა კი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით დავსვათ ჩვენი სამშინველებისთვის ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ განიცდის მსგავს საგნებს ის, ვისაც ძალუძს ნათელ მხილველურ ჭვრეტაში მათი განცდა? თქვენ რა თქმა უნდა წაკითხული გაქვთ წიგნი, რომელშიც მე აღვწერ მშვინვიერ სავარჯიშოებს. ფრანგულ ენაზე იგი ითარგმნა სათაურით ინიციაცია, რომელთა მეშვეობით ადამიანი თანდათან იუფლებს ნათელ ხილვას. თავიდან როდესაც მიღწეულია იმაგინაციური ცნობიერება, როგორც ერთ დიდ პანორამას, სულიერად განიცდიან მთელ მიწიერ ცხოვრებას დაბადებამდე. ხოლო რასაც ბუნებრივად განვიცდით გარდაცვალების შემდეგ, ამას ხელდასხმული განიცდის თავისი მიწიერი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, მაშინ, როდესაც მიღწეულია ინსპირაცია. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ეს განცდა მას ერთგვარ ადამიანის ცხოვრების გამჭოლ მჭვირვალე ლანდად ესახება. მაგრამ აქ მთავარი და არსებითია ის, რომ საკუთრივ კარმის საფუძველში ჩადებულ იდუმალებათა მთელ ურთიერთკავშირებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეულ ასაკს მივაღწევთ. ეს ყოველთვის ასე იყო და ასეა დღესაც. ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდე ხელდასხმული, მაგრამ საკუთარი ნათელხილვით კოსმიურ იდუმალებათა კავშირების სრული წვდომა მხოლოდ გარკვეული ასაკიდანაა შესაძლებელი. მოდით უფრო საფუძვლიანად ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. ადამიანის ცხოვრების ზემოხსენებული პანორამა 7 წლიან მონაკვეთებადაა დაყოფილი.
თანაც ისე, რომ პირველი მონაკვეთი მოიცავს პერიოდს დაბადებიდან 7 წლამდე, მეორე მონაკვეთი 7-დან 14 წლამდე, მესამე 14-დან 21-მდე, შემდეგ ამას მოსდევს უფრო ხანგრძლივი მონაკვეთი 21-დან 42 წლამდე. შემდეგ კი კვლავ 41-დან 59, 59-დან 56 და 56-დან 63 წლამდე. ასეთნაირადაა დაწესრიგებული ადამიანის ცხოვრება. როდესაც ნათელმხილველურად ვიხილავთ ადამიანის ცხოვრების პირველ 7 წლეულს, დაბადებიდან კბილების წლამდე რომ გრძელდება, ამ დროს ვჭრეთ მთვარის იდუმალებებს და მაშინ როგორც ნისლიდან კრთომარე მზე, ასე ანათებს ეს კოსმიური იდუმალებანი იმ კონკრეტული ეთერული სხეულის გამჭოლ, რომლისკენაცაა მიმართული მზერა. როდესაც ადამიანი ცხოვრებას იმაგინაციის, ინსპირაციის და ინტუიციის მეშვეობით მზერთ, როცა ადამიანის ცხოვრებას იმაგინაციის, ინსპირაციის, ინტუიციის მეშვეობით მზერთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ცხოვრება 7 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში, რომელიც ჩვენს ადრეულ ბავშვობას მოიცავს, ჩადებულია მთვარის იდუმალებები. მეორე ნაწილში კბილების ცვლით დაწყებული სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე მერკურის იდუმალებებს ვუყურებთ. ეს არის სასკოლო ასაკი, როდესაც ძალზე ხშირად საკმაწყვილო სახადი ავადმყოფობები და ამასთანავე ეს ასაკი ადამიანის ცხოვრების ყველაზე ჯანსაღი ნაწილიც გახლავთ. ამ პერიოდში სიკვდილიანობაც ყველაზე ნაკლებია. აქ მჟღავნდება მერკურის იდუმალებები. ასე რომ თუ კი მავანი 18 წლის ასაკში ხელდასხმას მიაღწევს, ამის სრულიად განხორციელება ძნელია, მაგრამ არც თუ შეუძლებელი. მას ამ ხელდასხმიდან გამომდინარე შესაძლებლობა ეძლევა განჭრიდოს მთვარის და მერკურის იდუმალებები. როდესაც შედარებით მოწიფულ ასაკში ნათელმხილველურად განიხილავენ 14-დან 21 წლამდე ცხოვრების მონაკვეთს, მაშინ ფაქტიურად ჭვრეტენ ყოველივე იმას, რაც სამყაროში ვენერას რეგიონს განეკუთვნება. ეს ის დროა, როდესაც ადამიანში იღვიძებს ფიზიკური სიყვარული. ცხოვრების წიგნში სულიერადაა შეტანილი ვენერას ყოფიერების სამყაროსეული იდუმალებანი. მაგრამ აი ვაგრძელებთ ცხოვრებას და 21 წლიდან გავივლით რა ცხოვრების კიდევ 3-7 წლეულს ვაღწევთ 42 წლის ასაკს, როდესაც ნათელმხილველური მზერის გარეშე იხსნება მზის იდუმალებანი და მისი არსნი. ოღონდ ამგვარი გახსნისთვის ჯერ თავად ნათელმხილველი უნდა იყოს 42 წელს გადაცილებული. ამავე წესრიგით მარსის იდუმალებებს იგი ჩაწვდება მაშინ, როდესაც მისი ასაკი მარსისთვის განსაზღვრულ 7 წლეულს გასცდება, ესე იგი 59 წლის ზემოთ. მას შესაბამისად შესაძლოა ადრევე გახდე ხელდასხმული, მაგრამ რათა საკუთარი ნათელმხილვით შეაღწიო მარსის იდუმალებებში, ჯერ უნდა განვლო ცხოვრების 42-დან 59-მდე ასაკის პერიოდი. 56 წელს გადაცილებულმა შეიძლება იხილო იუპიტერის, ხოლო 63 წლის შემდეგ ღმერთების ნებით სატურნის იდუმალებები. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე განსაზღვრულ ცხოვრებაში ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით იმ ურთიერთობებს, რომლებიც გარემო გვიცავდა აქ დედამიწაზე და სულ სხვა ახალ გარემოში ვიმკვიდრებთ. ის რასაც ადამიანი ვენერას რეგიონიდან გასვლის შემდეგ განიცდის, გახლავთ მზის რეგიონის ფაქტების სამყარო. ამის შემდეგ ხელდასხმის გზით მიღწეული გამოცხადების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ დაკვირვება ადამიანის გარდაცვალების შემდგომ განცდებზე. ამის შემდეგ ხელდასხმის გზით მიღწეული გამოცხადების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ დაკვირვება ადამიანის გარდაცვალების შემდგომ განცდებზე. სულიერ სამყაროებთან ადამიანის თანაშეზრდა ნიშნავს, რომ იგი უფრო და უფრო უახლოვდება მასზე მაღალ მდგომ არსებებს. მთვარის რეგიონში ჩვენ უპირატესად იმ არსებათა გარემოცვაში ვიმყოფებით, რომლებიც ადრე დედამიწაზე ცხოვრობდნენ, თუმცა აქ
უკვე იმ არსებებსაც ვამჩნევთ, რომელთაც ერთი მიწიერი ცხოვრებიდან შემდეგი მიწიერი ცხოვრებისკენ მივყავართ. ეს ის არსებებია, ვისაც ძველქრისტიანული სახელდების თანახმად მე ჩემს წიგნში ანგელოზებად, ანგელოზთა იერარქიად მოიხსენიებ. როდესაც ხელდასხმით მონიჭებული გამოცდილებით ჭრეტენ ბავშვობის პირველ წლებს, ამ დროს იმასაც აცნობიერებენ, თუ რა მოხდა ადამიანში ანგელოზთა სამყაროს წყალობით. აბა დაფიქრდით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რა საუცხო გამონათებები ცხოვრობს ადამიანის გულუბრყვილო სამშვენიველში და რაოდენი სიზუსტით დასტურდება ისინი ხელდასხმის ყოვლის შემცველი სიბრძნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვობის პირველი წლები გამსჭვალულია ანგელოზების მოღვაწეობით და მართლაც, როდესაც მთვარის რეგიონს ვიმეცნებთ და ამისთვის ნათელმხილველურ მზერას ჩვენი ბავშვობისკენ მიმართავთ, თვალწინ გვეშლება ანგელოზური სამყაროს შემოქმედებითი მოღვაწეობა. მაგრამ როდესაც უკვე მოზრდილი სკოლის ასაკის ბავშვი იმსჭვალება კიდევ უფრო მაღალი მძლავრი ძალებით, ეს მთავარ ანგელოზთა სამყაროს არსებათა მოღვაწეობა და ისინი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მერკიურის რეგიონის ყოფიერებაზე დაკვირვებისას. მერკიურის რეგიონში ადამიანი მთავარ ანგელოზთა სამყაროში იმყოფება, ხოლო სქესობრივი სიმტიფის პერიოდზე დაკვირვება მიახლოებით 14-დან 21 წლამდე რო გრძელდება, ჩვენს ნათელმხილველურ მზერას ვენერას რეგიონიდან შუქ გრთომილ იდუმალებებს უცხადებს. ამასთანავე აქ ისიც შეიმეცნება, თუ ძირითადად რომელი არსებებია დაკავშირებული ვენერას რეგიონის ყოფიერებასთან. ესენია არქეთა იერარქიის არსებები, ანუ საწყისნი, ასე ვქვიათ. და აქვე ვაცნობიერებთ ერთ მნიშვნელოვან მართლაც და განსაცვიფრებელ ჭეშმარიტებას, როდესაც ნათელმხილველურად ვჭრეთ ვენერას რეგიონის არსებებს, რომლებიც ადამიანიდან გამოსჭვივიან სქესობრივი სიმწიფის პერიოდში, ირკვევა, რომ ეს ის არსებებია, რომლებიც როგორც არქები, ანუ საწყისნი, თვით კოსმოსის დასაბამს უკავშირდებიან. მათი გამონასხივი კვლავ მოქმედებს თაობათა წყებაში ადამიანის აღმოცენებისას. ასევე განჭრეთ, ახლა ჩვენ მესამე იერარქიის არსებები დავასახელეთ, ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები. ახლა ვაგრძელებ კითხვას. ასევე განჭრეთ მზის ცხოვრების იდუმალებებს. რას წარმოადგენს ეს იდუმალებები ჩვენი დღევანდელი ფიზიკოსებისთვის? მოგიზგიზე გაზის სფეროს, სითბოს და სინათლის მატარებელ ანთებულ გაზს. სულიერი მზერისთვის ეს სრული აბსურდია. ფიზიკოსებს მზეზე ექსპედიცია რომ მოეწყოთ, დიდად განსვიფრდებოდნენ, როდესაც იქ სრულიად სხვა, მათი წარმოდგენისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი დაუხდებოდათ, რადგან არავითარი მოგიზგიზე გაზი მზეზე არ არსებობს. მაგრამ იქ მოხვედრისთანავე ისინი განინქრეოდნენ, განადგურებოდნენ, მტრად მიიქცეოდნენ მაშინ. რა არის საკუთრივ იქ, სადაც მზეა? ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აქ ამ დარბაზში დგას სკამები, არიან ადამიანები. ერთი სიტყვით ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საგნებს, ხოლო მათ შორის цаრიელი სივრცეა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შეიძლება ასეც ითქვას, რომ სივრცის ერთი ნაწილი შევსებულია სკამებით და ადამიანებით. მეორე ნაწილი цаრიელია. თუ კი მოვაშორებთ სკამებს და გარედან შემოვალთ, დავინახავთ цаრიელ სივრცეს. цаრიელი სივრცე კიდევ უფრო შორ სამყაროში იბრძობა. დედამიწაზე არ იციან ის, რაც შეიძლება შეიტყოს სამყაროში, სადაც ეს სივრცე თავისთავად შეიძლება იყოს цаრიელი. цаრიელი ისე, რომ სადღაც ვინძლო აღარავით არის სივრცეც აღარ არსებობდეს. თუ კი გარედან გავხედავთ სელტერის წყლით სავსე სიფონს, დავინახავთ გაზის ბრჭყვიალა ბუშტუკებს. ეს ბუშტუკები უფრო გაიშვიათებულია ვიდრე თვით წყალი, რომელიც თვალით შეუმჩნევია. მსგავსად ამისა, თქვენ შეიძლება გასცქეროდეთ სამყაროს და ვერაფერს ამჩნევდეთ, მაგრამ სადაც არის მზე, იქ არის რაღაც სივრცეზე უფრო იშვიათი. წარმოიდგინეთ, რომ სადღაც სამყაროს цаრიელ სივრცეში არავითარი სივრცე არ არის. ასეთი სივრცე
იქვე ჩაგითრევთ და შთანგ დგავთ. იქ სრულიად არაფერი არ არის და სწორედ ესაა სულიერის ადგილსამყოფელი. არავითარ ფიზიკურს, თვით სივრცესაც კი იქ ვერ ნახავთ. აი ასეთია სინამდვილეში მზის ყოფიერება. მხოლოდ ამ სივრცეში მოქცეული ხვრელის კიდეებზე შეინიშნება ის რაღაც, რასაც ფიზიკოსები ვარაუდობენ. მზის გვირგვინს მართლაც რკალავს მუგიზგიზე გაზების მსგავსი რაღაც, მაგრამ მზის შიგნით არაფერი ფიზიკური. თვით სივრცეც კი არ არსებობს. იქ ყოველივე მხოლოდ წმინდად სულიერია. მზეში მეუფებენ სამი სახის სულიერი არსებანი. ფორმის სულები, ძრაობის სულები, სიბრძნის სულები. ფორმის, ძრაობის, სიბრძნის. მას ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულების ხსენებულ რეგიონში შევდივართ მას შემდეგ, რაც გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გავივლით ვენერას რეგიონს. ნათელმხილველი ამას ხედავს, მაგრამ მხოლოდ 42 წლის შემდეგ. ამ ასაკში აკვირდება, რა ცხოვრებას 21-დან 42 წლამდე მასში მზის ყოფიერების სხივურ ანარეკლს განჭვრეტს. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამიანი ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულებს შორის ატარებს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის აღწევს მზის რეგიონს, იქ ყოველივე სრულიად სხვაგვარად წარმოჩინდება, ვიდრე დედამიწაზე ფიზიკურ სამყაროში. ფიზიკურ მიწიერ სამყაროში ჩვენ შესაძლოა გვამოძრავებდეს კეთილი ზრახვები და იქვე ჩვენს გვერდით ვიღაც სასტიკ ბოროტებას ატარებდეს გულში. ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ ჩვენი კეთილი ზრახვები და ამას მხოლოდ მეტნაკლებად ვაღწევთ. ბოროტის ზრახვებით პრობილი კი თავის, ასე ვთქვათ, მცდელობაში წარმატებაზე ზეიმობს. მაგრამ როდესაც რამდენიმე წლის თუ 10 წლეულის შემდეგ წარსულს მივუბრუნდებით და გადავხედავთ ფიზიკურ მიწიერ მოვლენათა დინებას, სულ იულად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მიწიერ ცხოვრებაში კეთილ ზრახვებს და კეთილ საქციელს ადამიანისთვის კეთილი შედეგები არ მოაქვს. მაგალითად შესაძლოა ასეც მოხდეს, რომ კეთილი ადამიანი დედამიწაზე სასტიკად დაიჩაქვოს, გაუბედურდეს, ბოროტმაგი განცხრომასა და უდარდელობაში გალიოს ცხოვრება. აქ ჩვენ ვერანაირ კანონზომიერ კავშირს ვერ ვპოულობთ მორალურად არსებულსა და ფიზიკურად აღსრულებულს შორის. დედამიწაზე ყოველივე ფიზიკურს თან ახლავს თავისი გარდაუვალი შედეგები. მაგნიტურმა ძალამ უნდა მოიზნოს რკინა და ეს ასეც ხდება. დედამიწაზე იმ ცხოვრებისთვის, რომლითაც ცხოვრობთ დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ხორციელდება უპირველეს ყოვლისა ის, რაც ფიზიკურ კანონზომიერებთანაა დაკავშირებული. ხოლო რაც შეეხება მზის ყოფიერებას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იქ არ არსებობს ასეთი ფიზიკური კანონზომიერება. მზის ყოფიერებისთვის ნიშნულია მხოლოდ მორალური კანონზომიერება. ყოველივე მორალური. ამასთანავე ფლობს ამ მორალურის განხორციელებისთვის საჭირო ძალას. და რეალიზდება კიდეც სათანადოდ, ისე როგორც საჭირო. კეთილი იწვევს მოვლენას, რომელიც ადამიანს რამდენადმე უფრო არა. კეთილი იწვევს მოვლენას, რომელიც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს. ბოროტი კი უბედურების მომტანია. მორალური კანონზომიერება დედამიწაზე მხოლოდ იდეალის სახით რომ გვეცხადება და ერთობ არადამაკმაყოფილებლად ხორციელდება, როდესაც იურიდიული ღონისძიებების მეშვეობით უსწორდება ბოროტმოქმედს, იქ მზის ყოფიერებაში უკვე რეალობას წარმოადგენს. ეხლა რაც წავიკითხე მზის ყოფიერებისთვის დამახასიათებელი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ესე იგი, მზის ყოფიერებისთვის ნიშნეულია მხოლოდ მორალური კანონზომიერება. ყოველივე მორალური ამასთანავე ფლობს ამორალურის განხორციელებისთვის საჭირო ძალას და რეალიზდება კიდეც სათანადოდ, ანუ ლაპარაკია მზის ყოფიერებაზე. კეთილი იწვევს მოვლენას, რომელიც ადამიანს აბედნიერებს, ბოროტი კი აუბედურებს. მორალური კანონზომიერება
დედამიწაზე მხოლოდ იდეალის სახით რომ გვეცხადება და ერთობ არადამაკმაყოფილებლად ხორციელდება, როდესაც იურიდიული ღონისძიებების მეშვეობით უსწორდება ბოროტმოქმედს, იქ მზის ყოფიერებაში რეალობას წარმოადგენს. ყოველივე რაც კი ადამიანს მზის რეგიონში შეაქვს, კეთილი აზრი იქნება, ეს თუ კეთილი განზრახვა რეალობად იქცევა. სწორედ ამ რეალობას ჭრეტენ ფორმის სულები, ძრაობის სულები და სიბრძნის სულები. ისინი ხედავენ იმ კეთილს, რაც ადამიანმა იაზრა, შეიგრძნო და განიცადა. ამიტომ მე მიჭირს მზის რეგიონის თეორიულად აღწერა. უმართებულად მიმაჩნია იმის განსაზღვრა თუ როგორ მოქმედებს მზის რეგიონში ესე თუ ის სიკეთე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ცხოვრებისეულად ისე, რომ მსმენელისთვის გამოიკვეთოს შემდეგი, რომ თუკი შენ, როგორც ადამიანს, დედამიწაზე გაგაჩნია კეთილი აზრები, მაშინ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის მზის რეგიონში ურთიერთობ ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულებთან. შენ ღირსყოფილი ხარ ამ არსებებთან ერთობლივი სულიერი ცხოვრებით. მაგრამ თუ კი გქონდა ბოროტი ზრახვები, რომლებიც მთვარის რეგიონში, ასე ვთქვათ, შენ საკუთარ არსებასთან ერთად დატოვე, მაშინ იცოდე, რომ მოკლებული იქნები ფორმის, ძრაობის და სიბრძნის სულებთან ურთიერთობას. ასე დაამრიგად, მზის სამყაროში ზემოხსენებულ არსებებთან ჩვენი თანაცხოვრების წყალობით სიკეთე რეალობად იქცევა. ჩვენ ვერ გავიგებთ ამ არსებების ენას, თუ კი ჩვენი აზრი და ფიქრი არ იყო კეთილი. ჩვენ ვერ წარვსდგებით მათ წინაშე, თუ კი სიკეთე არ გვითესია. იქ ეს ყოველივე რეალობაა, ჩვენი სიკეთის რეალური არსი მზის რეგიონში. აი ის, რაც დღეს წინასწარმემ სურდა მეთქვა ამის შესახებ. ხვალ ჩვენ კვლავ განვაგრძოთ დღევანდელ მიმოხილვას.